მიყვარს ადამიანები. მეექვსმეტი წელი ვარ შემოსახლე. გათხოვილი მარნეულში. 53 წელი რაც აქვს ცხოვრობ. ეს ერთი სოფელია, სადაც სხვა ეროვნების არავინ არ არის, არც დასაძებული არავინ არ არის, მარტო იმერლების საჩხერი ჭიათურის ხალხი არიან. მე ვარ მერი ქამუშაძე. დავიბადე საჩხერის რაიონის სოფელ ქორეჩი. არ ვერასოდეს ვიტანდი ქალის დაჭაგვრას. არ მომწონდა არც თავს არავის არ დავაჩაგვრე, არც ზედმეტ არავის არ ვაკადრებინებდი. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მუშაობდნენ აზერბაიჯანელები. იჩხუბეს ცოლ-ქმარმა და ვერაფრით ვერ მივხვდი რა მოხდა. გოგო ტირის ჩემი მანქანის უკან. ცემა ქმარმა. ცემას უ გულამობს ყიდტიროდა. რა გატირებს მეთქი და თავის ენაზე მithქო რომ გამლახაო. დაუძახი ამის და თუ გალახე მეთქი. ღირსი იყო. რას ქვია მეთქი ღირსი იყო. თავის დაცვა ყველას უნდა შეძლოს ყველას ყველა შემთხვევაში. კანონი ვერ დამიცავს მე თუ ჩემი საკუთარი თავის დაცვა ვერ შევწელი. ჩემს არ იყო მნიშვნელობა არ ქონდა აზერბაიჯანელი და ქართველი. ხალი იყო. და სადაც ხედავდი რომ ვიღაცა რამეს ზედმეტს აკადრებდა. იქაც ვაკეთებდი. წარმოვიდგინე მე როცა ჩემთან სამსახურიდან ვინმე ადრე მოდიოდა, ყველა გოგოს ვაცილებდი. 500 კაციანი კოლექტივი იყო ან 350 ასე. ხელფასის აღების დრო მოვიდოდა, ასე გავიულიდი შუაში. კაცის შვილი ახლოს ვერ მომეკარებოდა, ავიღებდი ფულს და წამოვიდოდი უკან. აზერბაიჯანის რო უთხრა შენ ჩემი ძმა ხარ, ჩათვალე რომ შეიძლება საკუთარ ძმაზე მეტი ძმობა გაგიწიოს. რომელი წელი იყო, ვიცი 99 ალბათ. ჩვენთან მუშაობდა აქ აზერბაიჯანელი ბიჭი და ქარს თბილისიდან წამოსული ორჯონიკიძის ავტობუსს დახვდნენ აზერბაიჯანელები. და ეს ბიჭი გადაუდგა წინ და ეფიცები ის ბიჭი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ყოველთვის მახსენდება რომ და თქვა გვერდზე გადაეს ჩემი ხალხიაო. და გამოატარეს ისე რომ ჭკუდი რამე არ ყოფილა. კი 4 წელია. რაც დაიწყეს აზერბაიჯანელებმა აქ შემოსვლა სკოლაში. საკმაოდ გესია მეუნება გაგებიან ქუჩაში გამარჯვებას გეტყვენ მოგიკითხავენ ავტობუსში რო ახვალ. ძალიან თბილი ხალხი იყო, სულ ყველანი ერთმანეთზე უკეთესები. იმათ სასაუბრო ენა გენაცვალის გარდა სხვა არაფერი არ იყო. გენა და ოქრო. მოვედით აქ ნამდვილად.